მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, დღეს მინდა მოკლე საჯარო გაშლა გავაკეთო თქვენთვის, თუ როგორი ცვლილებები შემოდის თქვენს ცხოვრებაში შემდეგი 6 თვის მანძილზე და რას შეეხება ეს ცვლილებები ვნახოთ. ჯერ ვნახოთ როგორი ცვლილებები შემოდის თქვენს ცხოვრებაში უახლოესი 6 თვის მანძილზე. მოკლედ მოусვენარია დღეს ჩვენი არკანები. როგორი ცვლილებები შემოდის. დაფრინავენ არკანები ჰაერში. ვიღაცას ეჩქარება ჩემი გამომწერების ცხოვრებაში და იმათ ცხოვრებაში, ვისაც ეს ვიდეო შეხვდება უახლოესი 6 თვის მანძილზე. ან ცოტა მეტის. როგორი ცვლილებები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ჩემო ძვირფასებო, თქვენს ცხოვრებაში შემოდის უდიდესი კარდინალური გარდამტეხი ცვლილებების პერიოდი. თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ ურთულესი პერიოდი გამოიარეთ, გაუძელით ძალიან ბევრ მძიმე მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში, რის გადატანაც არ იყო ნამდვილად ადვილი და იოლი. შესაძლოა ვიღაცის ცხოვრებაში ძველი ურთიერთობა დაინგრა სრულიად და ამ ყველაფერმა გამოიწვია უდიდესი კრიზისი, ემოციური გადაღლა თქვენი მხრიდან. ვერ გაგეგოთ როგორ გადაგეტანათ ეს პერიოდი და როგორ გამოსულიყავით ამ რთული პერიოდებიდან, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არის რაღაცა სახის მასშტაბური კრიზისი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ დაიწყოს უფრო უკეთესი პერიოდი. და ამ ყველაფრის ჩამოშორებით, რაც ჩვენს ცხოვრებაში ნეგატივი იყო, ამ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში ნეგატივი იყო, აი ამ ყველაფრისგან თავისუფლდებით, თუ ვიღაცას იმედები რაღაცა სახის გქონდათ და ეს ყველაფერი არ გამართლდა. ვერ შეინარჩუნეთ ურთიერთობა სიტყვაზე, ვერ შეინარჩუნეთ საქმე, რომელიც ძალიან გიყვარდათ და გეიმედებოდათ. იცოდეთ, ჩემო კარგებო, რომ ეს ყველაფერი იმას ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ, რომ ეს პერიოდი თქვენთვის იყო აუცილებელი პერიოდი, რათა თქვენ გამოსულიყავით უფრო ძლიერი, უფრო სტაბილური და უფრო შემდგარი პიროვნება ამ ყველაფრიდან. თავში მოგეძებნათ ძალები იმისათვის, რომ ცხოვრებისეული ნაბიჯები უფრო მყარად და წინდახედულად გადაგედგათ თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ამ სიტუაციამ კი არ დაგაგდოთ, ჩემო კარგებო, არამედ პირიქით მოგცათ ორმაგი ძალა და ორმაგი შემართება საიმისოდ, რომ ცხოვრების გზაზე განაგრძოთ სვლა და მიხვიდეთ იმ სტაბილურ პერიოდამდე, იმ შევსებულ სიუხვით სავსე პერიოდამდე, რომელიც წინ გელოდებათ და რომელ პერიოდსაც ემსახურებოდა ზუსტად ის ნგრევა და გარდამტეხი ცვლილებები რადიკალური, რაც თქვენს ცხოვრებაში მანამდე მოხდა. თქვენ იქნებით ბევრად უფრო შემდგარი, ბევრად უფრო წარმატებული, ბევრად უფრო საკუთარ თავში და ღირებულებებში დარწმუნებული ადამიანი. თქვენ დადგებით მყარად ფეხზე და ამ ყველაფრის ფონზე გამოიჩენთ უდიდეს შინაგან რესურსს, რომ თავი არავის და არასოდეს არც ერთ სიტუაციას არ დააჩაგრინოთ. თქვენ ამ სიტუაციებზე, რომელიც წარსულში იყო თქვენ ცხოვრებაში, მაღლა დგებით და კიდევ უფრო მეტად შემდგარი, გაძლიერებული და ჩამოყალიბებული ადამიანი ხდებით ცხოვრებისეულ
შემდგომ შემომავალ პერიოდებს. რას ეხება კონკრეტულად ეს საკითხი, რა ცვლილებები შემოდის, რას ეხება კონკრეტულად სიტუაცია. კარგად რომ ამოვიკითხოთ, ეს შეეხება რაღაც მატერიალურსაც, მატერიალურ კეთილდღეობას, საქმეს, ბიზნესს, თანამშრომლობას, პარტნიორობას ვინმესთან, ან პირადად თქვენი ბიზნესი შეიძლება გქონდათ, რომელშიც მოხდა რადიკალური ცვლილებები, ან რაღაცა სახის დანაკარგებს განიცდიდით. მაგრამ გამოდიხართ ამ რთული პერიოდიდან, ძლევთ ამას, ამ ყველაფერს და უფრო მეტად კარგი და დასტაბილურებული პერიოდი მოდის, სიუხვით სავსე პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რას შეეხება ეს ცვლილებები უახლოესი 1 თვის მანძილზე. შეეხება ასევე ჩემოკარგებო იმას, რომ რაც გითხარით, თუ თქვენ მაგალითად რაღაც ურთიერთობა დაგისრულდათ, ეს შეიძლება იყოს თანაცხოვრება ან ქორწინება, განიცადა რადიკალური ცვლილებები და გარდამტეხი პერიოდი გქონდათ ცხოვრებაში. სასიხარულო ის არის, რომ ამ პერიოდის შემდეგ მოდის სრულიად ემოციურად გახსნილი და ისეთი პერიოდი, რომელიც მთლიანად აგავსებს და შეგავსებთ სიხარულისგან და აღარც კი გაგახსენდებათ ის რთული პერიოდები, რაც მანამდე გამოიარეთ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებოდა ეს პერიოდი, რაც თქვენ ცხოვრებაში იყო, რომ თქვენ გაგიარათ ურთულესი, მაგრამ ამავდროულად საჭირო ტრანსფორმაცია თქვენ ცხოვრებაში, გეპოვათ საკუთარი თავი და ღირებულებები შეგეგრძნოთ საკუთარი თავში, თქვენ ყოფილიყავით ემოციურად შევსებული და კმაყოფილი პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, ჩემოკარგებო, რომ არ ყოფილიყავით არასოდეს არავიზე დამოკიდებული, არც ემოციურად და არც მატერიალურად. სასიხარულო ის არის, რომ ეს თქვენი დარდისა და ეს თქვენი ეჭვების, ტანჯვის პერიოდები, რომელიც მოსვენებას არ გაძლევდათ, წავა, ჩემოკარგებო, წავა თქვენი ცხოვრებიდან აუცილებლად, იმიტომ რომ ეს პერიოდი არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, აქედან ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი იქამდე, რომ თქვენ აბსოლუტურად მშვიდი და გაწონასწორებული პერიოდი გქონდეთ ცხოვრებაში, ამიტომ ამ პერიოდმა ჩემოკარგებო არ შეგაშინოთ, პირიქით თქვენ ამ ყველაფრის გადაჭრის გზებს აუცილებლად ნახავთ, აუცილებლად დააღწევთ თავს ამ შექმნილ ქაოსს, ამ გაურკვევლობას, ისწავლით სამომავლო მიზნების და პერსპექტივების დასახვას, თქვენ აუცილებლად გეხსნებათ ძალიან კარგი ჰორიზონტები, რომელიც სამომავლოდ მოგიტანთ უდიდეს წარმატებას და უდიდეს თავდაჯერებულობას საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში. ვიღაცა აქ შეიძლება საზღვარგარეთ წასვლაზეც ფიქრობდეს უკვე და გადაწყვეტილი ჰქონდეს, რომ უნდა წავიდეს უკვე სხვა მიმართულებით მოძებნოს საკუთარი თავი და მიატოვოს ეს რთული პერიოდი და უკვე სხვა განხრაზე და სხვა მიმართულებებზე იფიქროს, ამიტომ იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გზა მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდის და აუცილებლად მიაღწევთ. ერთმნიშვნელოვნად გეუბნებით, რომ აუცილებლად მიაღწევთ სრულფასოვნებას
რომ გსურდათ, რომ ეს ყველაფერი, ეს ქაოსი, ეს გაურკვევლობები, ეს არეული სიტუაციები გამოსწორებულიყო. იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული, დაბალანსებული პერიოდი შემოდის, რაც თქვენ ემოციურ სისავსეს მოგანიჭებთ და ასევე აქ შეიძლება იყოს ვიღაცისთვის ისაც, რომ თქვენ შეხვდებით პარტნიორს, ახალ სიყვარულს, რომელიც ამ ყველაფრის დალაგებაში დაგეხმარებათ, სულიერად მოგიტანთ სიმშვიდეს და სიყვარულის თასს აგივსებთ, რასაც ქვია და ემოციურად იქნებით ბედნიერები და სავსეები და შემდგარი ადამიანები ამ ადამიანის გვერდით. ზუსტად ეს ადამიანი შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში გამოჯამრთელების პერიოდს და წაგიყვანთ და გაგეხსნით გზას ახალი მიმართულებებით, ახალი ჰორიზონტებით, რასაც მე თქვენ აუცილებლად გისურვებთ.